გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასს წარმოქმნის შესწავლის პროცესი მთავრობიდან პარლამენტში ინაცვლებს 14 დეპუტატისგან შემდგარი დროებითი კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაშივე დაიწყებს, გამოძიებას აგრძელებს სუსიც. მოიტანს თუ არა ოცნების ხელისუფლების მუშაობას შედეგს და რა არის მაღალი ფასების მთავარი ფაქტორები ქვეყანაში. ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ეკონომისტი გია ჯანდიერი შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში. სტუდიაში და ვისაუბრებთ ამ თემებზე, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, გეტყვით, რომ უკვე ცნობილია იმ 14 დეპუტატის ვინაობა, ვისითაც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასს წარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისია დაკომპლექტდა. 14 წევრიდან 7 ფრაქცია ქართული ოცნებიდანაა, კერძოდ კომისიაში შევლენ შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ზაზა ლომინაძე, მაია ბითაძე. ფრაქცია გახარია საქართველოსთვის კვოტით კომისიაში იმუშავებს ქეთევან გვარაკაძე, გიორგი შარაშიძე და შალვა კერესელიძე. 3 წევრი იქნება ფრაქცია ხალხის ძალიდანაც, კერძოდ დიმიტრი ხუნდაძით, გურამ მაჭარაშვილით და ეკა სეფაშვილი წარმოადგენელი. ევროპელ სოციალისტებს კი ილია ინჯია წარმოადგენს ამ დროებით საგამოძიებო კომისიაში. როგორი დღის წესრიგით იმუშავებს ეს საპარლამენტო კომისია, ჯერ არ ვიცით, ანუ რათან მიმდევრობით და რა ფორმატში დაიბარებენ ბიზნესს, ქსელური მარკეტების, იმპორტიორების თუ მწარმოებლების წარმომადგენლებს თუ თავად კომპანიების მფლობელებს. დღეს მხოლოდ საორგანიზაციო სხდომა გაიმართა და კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს შოთა ბერეკაშვილი ქართული ოცნებიდან. რაც ვიცით ისაა, რომ სავარაუდოდ მთელი თებერვალ-მარტი იმუშავებს საპარლამენტო კომისია და ალბათ გამოძიების შედეგებს დადებს სუსიც. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლევან ჟორჟულიანის ინფორმაციით მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებენ და ფიქრობენ, რომ ხელშესახები შედეგი ექნებათ. რა არის მაღალი ფასწარმოქმნის მთავარი მიზეზი, ანუ რატომ ძირდება საბაჟოდან დახლამდე პროდუქცია სამთავრობო კომისიას მუშაობის დასრულების შემდეგ ანგარიში არ გამოუქვეყნებია ჯერჯერობით, მაგრამ მთავრობის წევრების სხვადასხვა განცხადებიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქსელური მარკეტებია ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანელი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოებლებისგან და დისტრიბუტორებისგან განსხვავებით ქსელური მარკეტების ბიზნესმა მედიასთან ამ დროის განმავლობაში დუმილი არჩია. ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ, როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ეგრეთ წოდებულ ქეშბექში, როდესაც დისტრიბუტორს ამ მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები, განაცხადა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟულიანმა. ოცნების მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება გარკვეული შედეგი ფასების კომისიების მიერ მუშაობის დასრულებამდეც დაიდოს, ანუ აპრილის ბოლომდეც დაიწიოს ფასებმა. თუმცა დღეს ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე საუბრისას მედიას უთხრა, რომ ფასების შემცირება რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები. ზოგადად რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ჩვენ ხელისუფლება, ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ და უნდა გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები. და მე ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია, ჩვენ გვაქვს დაანონსებული ეს პროცესი, რომელიც მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან იმისათვის, რომ ამ მიზანს მივახცევთ. ჯერჯერობით ფასების ოფიციალურ დონეს კლების ტენდენცია ნამდვილად არ ეტყობა, მეტიც იანვარში წლიური ინფლაცია 4,8%-მდე დაჩქარდა. ფასები გაიზარდა წინა თვესთან შედარებითაც, ანუ იანვარში დეკემბერთან შედარებით ინფლაცია 1,2% იყო. აღსანიშნავია, რომ 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ინფლაციას უფრო კლების ტენდენცია ჰქონდა, ამიტომ იანვარში 1,2%-იანი ინფლაცია საკმაოდ მკვეთრ ნახტომს აჩვენებს, რასაც ახლა ეკრანზეც ხედავთ. საქსტატის თანახმად, როგორც ყოველთვიური, ისე წლიური ინფლაციის ფორმირებაში მთავარ როლს სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფები ასრულებენ, როგორც ახლა ინფოგრაფიკზეც დაინახავთ, იანვარში წინა წელთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები 10,6%-ითაა გაძვირებული და 4,8%-იან ინფლაციაში სურსათის ინფლაციის წვლილი არის 3,45%, ჯანდაცვის კი 0,68%. კიდევ ერთი ინფოგრაფიკი მინდა გაჩვენოთ, რომლის წყარო
ასევე საქსტატია და ასახავს წლიური ინფლაციის დონეს პროდუქტების წარმოშობის მიხედვით. როგორც ხედავთ, იანვარში იმპორტირებული პროდუქტის ინფლაცია 0%-თან ახლოს იყო, ანუ არ გაზრდილა ფასები, რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქტების ინფლაციას 2025 წლის დასაწყისიდან ზრდის ტენდენცია ჰქონდა და წელს იანვარში წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6.5%-ითაა გაზრდილი ადგილობრივი პროდუქცია. რადგან პერიოდულად სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმით ადგილობრივი წარმოების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების ინიციატივა გვესმის ხოლმე ხელისუფლებისგან, რომელიც თან მაღალ ფასებს ებრძვის, იმედია ამ ინფოგრაფიკს კარგად დააკვირდებიან, გაანალიზებენ, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ. საინტერესოა პარლამენტში შექმნილი ფასების დროებით კომისიაზე მაინც თუ მიიწვევენ ნათია თურნავას, რადგან ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ბანკია და თუ ინფლაცია გამოწვევაა თან ძირითადად ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტებია გაძვირებული ინფლაციის მოსათოკად სეფს ინსტრუმენტი ნამდვილად გააჩნია მონეტარული პოლიტიკის სახით. 11 თებერვალს არის დანიშნული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგის სხდომა და ვნახოთ გაამკაცრებს თუ არა სები რეფინანსირების განაკვეთს თუ ისევ 8%-ზე დატოვებს. მოკლედ, მოიტანს თუ არა ოცნების ხელისუფლების მუშაობას შედეგს და რა არის მაღალი ფასების მთავარი ფაქტორები ქვეყანაში. ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ეკონომისტი გეჯანდიერი უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტების ბატონო გიამ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. იქით მადლობა რომ მომიწევთ. მოკლედ, სურსათზე, საწოლსა და მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის შესწავლის პროცესმა გადაინაცვლა მთავრობიდან პარლამენტში. რა რეალური შედეგი შეიძლება მოიტანოს თქვენი აზრით ამ ფასწარმოქმნის გამოძიებამ ხელისუფლების მხრიდან? ელოდებით რომ იქნება ფასების კლება ხანგრძლივ პერიოდში თუ შეიძლება იყოს ფასების კლება ოღონდ დროებით და ეს იყოს გამოწვეული, ასე ვთქვათ, ბიზნესის სტრატეგიით. იმიტომ ხედავენ რა ხელისუფლების მხრიდან ტონს. ძალიან კაი კითხვა. მე მგონია რომ ეს ძალიან ძველი კითხვა არის. საქართველოში რაც დამოუკიდებლობა გვაქვს, სულ დგას ეს კითხვა, რომ რა იწვევს ამ ფასების ზრდას და მე ბევრი რამ მახსოვს ჯერ კიდევ დაწყებული 1990 წლიდან 91 წელს კონკრეტულად მოხდა ერთი სახელმძღვანელოში შესატანი ფაქტი, რომ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გაყინა პურის ფასი. ჩათვალეს რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. შემდგომში პრეზიდენტ შევარდნაძეს დაჭირდა ამის გაუქმება რამდენიმე წლის მერე. თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ ჩვენ საუბედუროდ გვახსოვს, რომ პური გაქრა საერთოდ, როგორც კი ფასები გაყინეს ხელოვნურად, მაშინ გაქრა პური. მეორე ასეთივე case study შეიძლება დავარქვათ, იყო 2006 წელს, როდესაც რუსეთის მხარეს ააფეთქეს გაზის მილსადენი და ჩვენ მოგვიწია ნავთზე გადასვლა უცებ თებერვალში 2006 წლის და როდესაც დაინახა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ნავთობის ფასებზე წუხდა ხალხი, მან გამოაცხადა, რომ ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს და მეორე დღეს უცებ გაჩნდა რიგი. მე კახაბენდუქცეს დაჭირდა თავისი გავლენის მოხდენა, რომ ეს გადაეთქმევინებინა და მეორე დღეს გაქრა ეს რიგები, მაშინათვე გაქრა და ფასებიც დავარდა, რა თქმა უნდა. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც ჩვენ ეროვნულ ბანკსაც შევეხებით. მე ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი 2011 წლებში საქართველოში ინფლაციამ 15%-ს მიაღწია და მე ვთვლი, რომ არა მარტო მე ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი განამწყვეტი ფაქტორი, როდესაც იმ ხელისუფლებას დაემშვიდობდნენ და საერთოდ მონეტარული ისტორიის სპეციალისტები ვინც არიან, ფულის ისტორიის სპეციალისტები, ყველანი გეტყვიან, რომ რევოლუციების და აჯანყებების დიდი ნაწილი ხდებოდა სწორედ ფულის გაუფასურების გამო. მაგალითად, რუსეთის ცნობილი ორი რევოლუცია, თებერვლის და შემდგომ ოქტომბრის, ფაქტიურად მაშინდელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ რუსეთის მიერ ოქროს სტანდარტის უარყოფიდან წამოვიდა, როდესაც მან ვეღარ გადაიხადა ჯარისკაცების ფული და იძულებული გახდა, რომ დაებეჭდა მილიარდობით ფული. და ამან გამოიწვია სწორედ მეფის ხელისუფლების დაცემა საერთოდ.
იმიტომ ის ხალხი მშიერი დარჩა ელემენტარულად, ხო? ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან საფრთხილო საკითხია, ზოგადად ის მარტო ის არ არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვეხებით და ადამიანების ცხოვრებას ვეხებით ამასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება ეს საკითხი, რომ ჩვენ თუ არ შეგვწევს ძალა რომ ეს გავასწოროთ, შეიძლება გავართულოთ ჩვენ მდგომარეობა. არა მარტო ეს არ რთულებს ჩვენ მდგომარეობას, მეორე საკითხი არის რა იწვევს ალბათ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ახსნი კიდევაც მაგას, მაგრამ მეორე არის რომ ჩვენთან ისედაც მაღალი არის რისკები, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი რისკებიც და ჩვენზე დამოუკიდებელი რისკებიც მაღალი არის. ამას აღნიშნავს მაგალითად Fitch-ის თუ სხვა ინდექსები, რომელშიც ჩვენ BB გვაქვს და A-ზე ვერ გადავედით ვერაფრით. საინვესტიციო რეიტინგი. საკრედიტო საინვესტიციო რეიტინგები, რომელიც აფრთხილებს ინვესტორებს, რომ აქ მაღალი რისკებია და როდესაც შეადარებ B რეიტინგის მქონე ქვეყნებს, ყველგან მაგალითად საკრედიტო პროცენტი, რასაც ჩვენთან პროცენტს ეძახიან და ყველა ქვეყანაში ინტერესის განაკვეთს ეძახიან, ხო, ის არის 10 და 15%-ის ფარგლებში. სადმე თუ დაბალია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქვეყანაა, მაგალითად ჩინეთსაც არ აქვს მაღალი რეიტინგი, მაგრამ ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია და ამიტომ არ უნდა გაიკვირდეს, რომ მას მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრად უარესი ბიზნეს პირობები აქვს, მაინც მაღალი შედარებით მაღალი აქვს, მაგრამ და ასევე კრედიტის ფასიც დაბალი არის. ეს პირდაპირ აჩვენებს, ხოლმე ადამიანი უნდა მიხვდეს ამას, რომ თუ ქვეყანაში არსებობს ისეთი ბიზნესი, რომელიც იძლევა 12-13% მოგებას, ხო? მაშინ რა აზრი აქვს სხვა ბიზნესის კეთებას? კითხვა მაშინადვე დგება, რომ მაშინ სხვა ბიზნესის კეთებას რა აზრი აქვს, მაშინ ყველანი უნდა გადავერთოთ, რომ ფული გავასესხოთ თუ ასეთი ძვირი არის, ხო? აი ესეთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, წარმოშობს იმის ნიადაგს გქონდეს. თქვა ისეთ ტენდენციას, რომ ყველას უნდადეს დღესვე მაქსიმალური მოგება მიიღოს. ამის უკან რა დგას, ეს რა თქმა უნდა, უამრავი რეგიონული საფრთხეები არსებობს ჩვენს რეგიონში დაზაბულობა არ დამთავრდა, ხედავთ და უამრავი სხვა საკითხიც, მაგალითად მე გავამახვილებდი ყურადღებას, შეიძლება აქ პოლიტიკა ჩამოაშოროთ, ბიზნეს გადაცემაში ვარ და მეც პოლიტიკოსი არა ვარ და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვაპირებ, მაგრამ ყველა უნდა გაერკვეს, რომ მაგალითად ჩვენ თუ არ გვექნება სასამართლოს ხარისხი გაუმჯობესებული, მაშინ ჩვენ მაღალი რისკის ქვეყანა დავრჩებით მაინც. ყველაფრის მიუხედავად რაც არ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო სისტემა გვაქვს. უკეთესი შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ თუ შეადარებ სხვა ქვეყნებს, ჩვენ გვაქვს 6 გადასახადი, რომლებიც არ არის მაღალი გადასახადები და კიდევ უარესი შეიძლება ხდებოდეს, ხო? ცხადია. მაგრამ ამის პარალელურად თუ ინვესტორი ქართველი იქნება თუ უცხოელი, თუ ის სიფრთხილეს იჩენს იმის გამო, რომ არ ელოდება რომ სასამართლოში სწრაფად და გონივრულად მოხდება მისი დავების განხილვა, მაშინ ის ბევრჯერ დაფიქრდება ღირს თუ არა აქ ფულის ჩადება. აი ამაზე. რაც ჩადებს, ეცდება რომ უფრო მაღალ მარჟაზე იმუშაოს. აი ის მინდა რომ მარტივად აღვხსნათ მომხმარებელსაც ყველას არ ესმის ეკონომიკა და შეიძლება ახლა გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები და ფიქრობენ რა შუაშია ბრინჯი რო ბევრად ძვირი ღირს საქართველოში და ზეთი ვიდრე ევროპაში დამოუკიდებელ სასამართლოს სისტემასთან. ხო, მაგასთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი რომ აი ეს რაც მე წინა დადებო თქვი ის ერთ-ერთი ფაქტორია და ბევრი სხვა ფაქტორი არსებობს, რა თქმა უნდა და მათ შორის მე ვთქვი რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკაც განაპირობებს იმას, რომ მაგალითად ბოლო ხანებში რას გულისხმობთ, ძვირია ფული ეროვნულ ბანკს აქვს ფინანსების განაკვეთი უნდა იყოს უფრო დაბალი. ეროვნულ ბანკს და მთავრობას, როგორც ჩანს, არ უნდა რომ ლარი ხელოვნურად გამყარდეს, იმიტომ რომ შემოდის უზარმაზარი რაოდენობით უცხოური ვალუტა და ჩვენ რა თქმა უნდა მაგალითად ბიუჯეტის შესავსებად გვიჩვენია რომ ლარი ამ დონეზე იყოს, ლარი რომ გახდეს თქვათ 2 ლარი 1 ევრო, მაშინ ბიუჯეტის შესაძლებლობა მოგწევთ რომ ბიუჯეტი შეამცირონ.
ეს არის პრაქტიკული ნაწილი ამის. მე ვფიქრობ, რომ ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ხელოვნურად გვაქვს დაჭერილი დოლართან ლარი. შეიძლება რომ იმდენად დიდი სავალუტო ნაკადები შემოდის ბოლო პერიოდში, რომ თან რეზერვების შევსების პოლიტიკაც გააგრძელოს, მაგრამ ლარსაც მისცეს მეტი საშუალება გამოყარების ამას გულისხმობთ. ანუ რა თქმა უნდა, როდესაც ვთქვათ, ამის სპეციალისტებს გითხავთ, საქართველოში გეტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ცურავი კურსი. ცურავი თვითონ სიტყვა არასწორია უნდა ითქვას, ვინც შემოიღო, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იქ ინგლისურად არის motive და არა მცურავი. მცურავი სადღაც მიცურავს, მაგრამ ეხლა ჩვენ შეიძლება სწორედ ამ ცურვის იმას ვეხებით და არა motive-ს. კიდევ რა ფაქტორები შეიძლება განაპირობდეს? თავისუფლად motive იმას ნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, როგორი ეკონომიკური წარმატებაც გავს, ხან იზრდება, ხან კლებულობს. ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვე არის ლარი და დოლარი ფაქტიურად პარიტეტი გვაქვს დაჭერილი. შეიძლება ეს იქიდან მომდინარეობდეს კიდევ რომ პოლიტიკურად ჩვენ გვინდა რომ ამერიკას დაუკავშირდეთ და აქ დასამალი არაფერი არ არის, მაგალითად ამასთან ერთად ავტომატურად უნდა შევეშვათ ეგრეთ წოდებულ დედოლარიზაციის პოლიტიკას, რომელიც ძალიან ძვირი უჯდება ამ ქვეყანას. აი ერთ-ერთი ფაქტორი, როდესაც ვამბობთ რომ ეროვნული ბანკი რა შუაში არის, ეს ხელოვნურად გამოგონილი დედოლარიზაცია უნდა მოვიშოროთ თავიდან. ეს დიდი თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, რატომ დაიწყეს საერთოდ ეს პოლიტიკა. თვითონ ტერმინიც არასწორია. დოლარიზაცია ოფიციალურად ნიშნავს, რომ რომელიმეღაც ქვეყნის ვალუტას შენ ვალუტად აღიარებს. შეიძლება ევროც იყოს, მაგრამ დოლარიზაცია ერქმევა იმას. ეს ტერმინიც არასწორად არის გამოყენებული საერთოდ. ამაზე სხვა დროს, რადგან ეროვნულ ბანკზე ვსაუბრობთ, მეც აღნიშნე დასაწყისში ფასების სამთავრობო კომისიაში იყო რამდენიმე შეხვედრა, იქ არცად არ გვინახავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რადგან არადა მანდატი არის სების ფასების სტაბილურობა. არ ვიცით საპარლამენტო კომისია დროებითი მოიწევს თუ არა ნათია თურნავას. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიძებნა ნათია თურნავასთვის ერთი სკამი ამ კომისიაში, თუ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ფასები, მაღალი ფასები არის პრობლემა და ამასთან ბრძოლა? მე მინდა ზოგადად როდესაც ეროვნულ ბანკს ეხებიან, მას უნდა ცენტრალური ბანკი რქას სინამდვილეში მეოთხე იმას ვიტყვი, მაგრამ ცენტრალური ბანკია სინამდვილეში და არა ეროვნული ბანკი, ეს მოფერები თქვია ეროვნული ბანკი სინამდვილეში. ცენტრალური ბანკთან დაკავშირებით ყველა სპეციალისტი გეტყვის, რომ ჯობს, რომ მისი საქმიანობა იყოს დაფარული, ვიდრე გამჟღავნებული. იმიტომ რომ ყოველდღიური პანიკები შეიძლება წარმოიშვას იქიდან გამომდინარე, რომ გავიგოთ რატომ აკეთებენ ამ პოლიტიკას, ხო? და აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს, არ ვიცი, გაბუტულები არიან ერთმანეთთან თუ რა მოვლენა არის, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ იფიქროს მაგალითად, რომ იმას რამე არ წამოწდეს ეროვნულ ბანკს, რომ ან შეიძლება სების პოლიტიკასთან მთავრობას პრობლემა საერთოდ არ აქვს და ხედავთ მთავარი ისრები და ეჭვები გადატანილია ბიზნესისკენ, რომ კერძო სექტორი არის ხარბი, ასე ვთქვათ. ამაზე ვივარაუდოთ. მე ამ შემთხვევაში გამოდივარ იქიდან, რომ ჩვენ გვჭირდება საკმაოდ მკაფიო ვიყოთ ამ იმაში, იმიტომ რომ თუ ვინმე ფიქრობს მაგალითად იგივე ეროვნულ ბანკში, რომ სპეციალისტები ვერ ერკვევიან, დაკვირებული თვალი ამაში ძალიან კარგად ერკვევა. აქ არის საყოველთაო ფონდის მისია და უამრავი მე მქონია შეხება ამასთან და მაგალითად მე რო წავიკითხე ბალანსი ეროვნული ბანკის ვერაფერი ვერ გავიგე რა იყო პრობლემები იქ და ერთმა სპეციალისტმა რომელიც ჩამოყვანილი მყავდა წაიკითხა და 5 შეცდომა უთხრა ეს დიდი ხნის ხდება, დიდი ხნის ხდება რა ითქვა. კი ბატონო. აწმყოში დავუკვირდეთ. თუ ამას ამჩნევენ, ჩავთვალოთ რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც აქედანაც მომდინარეობს. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ დახურულ სივრცეში არ მოქმედებთ და არსებობს ხალხი, რომელსაც ეს საქმე არა მარტო თეორიულად ესმის, ყოველდღიურად ეჯახება. მაგალითად მე როდესაც მოდიოდი ფიქრობდი რა შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად მე-19 საუკუნის საქართველოს, სადაც ილია ჭავჭავაძე გამალებული ებრძოდა ჩარჩებს. და ეს ეხლა შეიძლება თავრობა ფიქრობს, რომ იგივე პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომ ჩარჩები არიან. შეიძლება რაღაცა ანალოგია გავაკეთოთ, მაგრამ მაშინაც და დღესაც თავარი საკითხი არის, რომ რატომ
რამ მიიყვანა ეს ხალხი აქამდე, რომ მათ ურჩევნიათ მაღალ, როგორც თქვენ თქვით, მაღალ მარჟაზე. თუმცა ესეც საკითხებია, ჩვენ არანაირი დოკუმენტი, ოფიციალური კვლევა არ გვინახავს, ვენდობით და ვშელობთ ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე 84%-იანი ფასწარმონაქმნი. თავრობამ თქვა მაგალითად, რომ შრომის ბაზა შეისწავლის და არ გვაქვს ჯერჯერობით რა არის. ჩვენ ამ საკითხში თუ რაიმე კვალიფიციურ დასკვნას დადებენ, ჩვენ აქ ცხოვრობთ ყველანი და რაც არ უნდა ვინმეზე იყოს გაბრაზებული, ყველას გვინდა რომ გამოსწორდეს სიტუაცია. მე პირადად ძალიან მინდა რომ მივეხმარო რომ გამოსწორდეს სიტუაცია, არაფერი პირადი არ მაწუხებს, მაგრამ მე ვიტყვი იმას რომ დაწერონ დასკვნა და ჩვენ და მაშინ ჩვენ შეგვიძლია უთხრათ რომ ეს არის ორი, ეს არ არის ორი და არაფერი აქ გაბოროტების ის არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს როგორც ამთქვი შეიძლება პოლიტიკური დისკუსიის ან დებატების საკითხი იყოს მე ცოტა ეჭვმეპარება რომ ამაზე საერთოდ პოლიტიკური დებატები შედგეს საქართველოში მაგრამ ჩვენ იქიდან გამომდინარე ეს უსაფრთხოების საკითხიც არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა კარგად გავიგოთ ამიტომ იძიებს ნახოთ რას გამოიწვევს კარგად უნდა გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე და ის ადამიანებმა რომ კარგად გაიგონ რატომ შეიძლება მოგებაზე, მაღალ მოგებაზე იმუშაოს დღეს ბიზნესმა, ბიზნესია ყველა ხვდება მაგას, რატომ და არ ჭირდება დიდი ახსნა, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დღეს შედიან მაღაზიაში და ისინი ფიქრობენ, რატო არის ეს? აი ეს ფაქტორები დააჯამო. მე ვფიქრობ, პატარა ბიზნესი რო ხარ განსაკუთრებით, რომ შენ არ იცი რა მოხდება მომავალში და ამიტომ ის მაღალ მოგებაზე უნდა იმუშაო, რომ რაღაცა რეზერვები შეიქმნა, რომ რაღაცა უფრო რთულ სიტუაციაში ეს რესურსები მე გამოიყენო ან რაღაცა თუ საერთოდ გაჩერდი მე რა უნდა ქნა. ასევე თავი ფაქტორები რა არის რომ შევაჯამოთ, რაც შეიძლება სურსათ სასურსათო პროდუქტებს და არა მარტო აქ საუბარია მედიკამენტებზეც, საწოლზეც, მსჯელობენ და ასე შემდეგ აძიურებდეს. მე ვფიქრობ რომ თავარი ის არის რომ მეტი სიცხადე გქონდეს მონეტარულ პოლიტიკაში, მე დიხანი მოუწოდებდი რომ საერთოდ ევროზე გადავიდეთ. და არაფერი ამას არ ჭირდება, ერთ თვეს შეიძლება ბატონი კვირიკაშვილი როცა ეკონომიკის მინისტრი იყო ამათი ხელისუფლების ის თვითონ შეხვდა და მითხრა რომ როგორ გადავიდეთ და მევთხარი სპეციალისტებს დაგახვევთ და ამას გავაკეთებთ ერთ თვეში. მაგრამ ანუ მაგდონის სტაბილურობას და მაგდონის დაბალ რისკებზე უნდა გავიდეთ რომ გვაქვს რაღაცა უზა რომელზეც სტაბილურობა მithumetes ევროზე გადასვლა კონკურენცია უნდა გავაძლიეროთ მე პირადად შეუწყობდი ხელს რომ რაც შეიძლება მეტი ევროპული პროდუქცია შემოდიოდეს საქართველოში იმიტომ რომ მე პირადად შემიძლია ვთქვა ვისაც ეჩვენება რომ იქ რამე უფრო ძვირია ვიცი რაც არის იქ ძვირი ბინა არის გერმანიაში უფრო ძვირი ენერგია არის უფრო ძვირი და ტრანსპორტი უფრო ძვირია შესაბამისად მეტი არაფერი არ არის იქ ძვირი დანარჩენი ყველაფერი უფრო იაფია გერმანიაში და ბევრი რაღაცა ორჯერ სამჯერ იაფია ყავა ჩამომაქვს რომელიც 20 ევროთ ვიყიდე იქ და აქ 140 ლარი ღირს იგივე ზუსტად იგივე ყავა 11 ევროთ იყიდი როცა ფასტაკლებაში არის იგივე ყავა და იქ უფრო კეთილი ბრწყალებში კეთილსინდისიერი ბიზნესები არიან თუ რა არის მიზეზი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ რომ გადასახადები იქ ორჯერ მაღალია გერმანიაში სახელმწიფო გადასახადები ხო და ხელფასებიც ბევრად მაღალია და ასევე მაღაზიების დაქირავებაც ბევრად უფრო ძვირი ჯდება გერმანიაში ვიდრე საქართველოში ხო აი ეს ბევრი ფაქტორია რომელიც ამას რომ იქ უფრო ძვირი უნდა იყოს და პლუს ის რომ საქართველოს მსხვილობითი უნარი მოსახლეობის რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე გერმანიაში არის და მე ვფიქრობ ბევრი ფაქტორი არის რა როგორც ამთქი ეს არის ხელისუფლება რამდენად სწორ გზას ადგას ახლა. როდესაც ნუ თავარი ეჭვმიტანილი მაინც გამოვიდა რომ არის ბიზნესი, რომელიც მაღალ ფასწარმოქმნაზე ხან მარჟა ახსენეს თუ ხან რაღაცები აურიეს ერთმანეთში მუშაობს. რა შეიძლება მოიტანოს სამთავრობო კომისიის, სუსის და საპარლამენტო კომისიის აი მე ამას მაგალითით უპასუხებ რა. თავის დროზე იყო საუბარი რომ ჩვენთან მედიკამენტები უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში, რაც რეალობა არის, ცხადია და. მაშინ ვთქვი რომ ეს ცხადია რატომაც, იმიტომ რომ აქ არის ორჯერ უფრო თქვათ ნაკლები ყიდველუნარიანი მოსახლეობა და დაახლოებით 25 ჯერ ნაკლები მოსახლეობა. და როდესაც შენ მაგალითად თურქეთში ყიდულობ
აი ეს ვაქცინებზეც ესე იყო ზუსტად სხვა შეიძლება მე მომოდი რომ მოდი თურქეთს მივევებათ და იქიდან შემოვიდანთ ვაქცინები. როდესაც თურქული ფარმაცევტული ბიზნესი რაღაც ამალს ყიდულობს გერმანიაში, ის ყიდულობს თქვათ 1 მილიონ ცალს. და საქართველოს არც ერთ ფარმაცევტულ ბიზნესს არ შეუძლია რომ იყიდოს თქვათ 10,000-ზე მეტი ცალი და ცხადია ფასები სხვადასხვა გამოდის. მე როგორც ვიცი კონკურენციის სააგენტომ თუ როგორც ქვია მან შეისწავლა ეს საკითხი და ისწავლა და ბოლოს მაინც მაგ დასკვნამდე მივიდა. თავიდან ვეუბნებოდი ეს არის მცდარი გზა, ეს ბიზნესები არაფერ შუაში არ არის. მსყიდველი უნარიანობა და შენი ბაზარი განაპირობებს იმას რომ შენ რა თქმა უნდა უფრო ძვირი გიждდება და მე ტრადიციულ ფორმულას ვიტყვი ამაში რაც უნდა იყოს მე რადიო თავისუფლებაში დიდხანს მიმყავდა გადაცემა ეკონომიკურ საკითხებზე და მაშინ ვამბობდი ყოველთვის ერთი და იგივეს რომ იმისათვის საქართველოს ეკონომიკა წინ მიდიოდეს მუდმივად და ფასებიც ქვემოთ მიდიოდეს და ხელფასები ზემოთ მიდიოდეს და პენსიებიც ხო ამისთვის საჭიროა რომ საქართველოს ყველა უპირატესობა გამოიყენოს რაც კი შეიძლება კონდეს და რაც შეიძლება შექმნას და ყველა ნაკლი შეამციროს. რაც შესაძლებელია შეამციროს. არსებობს ნაკლი, რომელსაც ვერ შეამციროს. მაგალითად, ამ რეგიონიდან საქართველოს ვერ გადაიტან ცენტრალურ ევროპაში. თორე ჩვენ სლოვენიასავით გავხდით უმალ, იმიტომ რომ სლოვენიელები არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. და შესაბამისად ამ რისკს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. არსებობს საკითხები, რომელზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ, რომ გავაუქმებთ. მაგალითად, ლადო გურგენიძე მიაღებინა კანონი, რომელიც დღეს ჩვენ გვექნებოდა 15% საშემოსავლო გადასახადი და 15% მოგების გადასახადი, რომელიც გვაქვს და 2012-ში რო იგეგმებოდა სანამ ხელისუფლება შეიქმნა. წინა ხელისუფლება მათი ცოდვა იყო, რომ შეაჩერეს ის და მე ამ ხელისუფლებას საერთოდ გააუქმა ეს კანონი, რომელთაც დღეს 15% უნდა ქონოდა. ამიტომ აქ ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, რეზერვები, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. აქ არის რეზერვები და არა იქ რომ ამ ბიზნესებს დაუპირისპირდეთ და ხელოვნურად შევამციროთ მათი რაოდენობა, რაც კიდევ უფრო გამოიწვევს ფასების ზრდას, პირიქით გამოიწვევს. ერთი ქართული ფილმი გვაქვს, გადასარევი ჩვენ ქვევრი, ძალიან საინტერესო დიალოგები ეგ და ერთ-ერთი არის ასეთი გამოთქმა, მე მგონია რომ ესეც შეიძლება სახელმძღვანელო წიგნში შევიტანოთ, ბიზნესის სახელმძღვანელო წიგნში ან პოლიტიკის სახელმძღვანელო წიგნში, ყოველ შემთხვევაში, რომ გაიხადე ყველაფერი და ფეხებით წამოდიო, ესე უნება პოლიციელი და ისე უნება მეორე პოლიციელი უნება. მე მაგ ფეხებს ისე მხრები არ მოყვება. ანუ კარგად უნდა დაფიქრდე სანამ რაღაც ნაბიჯებს გადადგავ, რომ შენ მე შეიძლება უფრო უარესი პრობლემები წარმოშვა აქ. და უფრო მეტი უკმაყოფილება წარმოიშვება აქედან გამომდინარე. რა შედეგს ელოდებით თქვენ და ჩვენი დროც ამოიწურა აი ამ ფასებთან ბრძოლის ხელისუფლებისეული კამპანიიდან. მივიღებთ ცოტა ხნით მაინც გაიაფებას, რადგან ბიზნეს შეეშინდება, როცა სუსიც კი ჩართულია ამ პროცესებში. ერთ-ერთმა მწარმოებელმა მითხრა სხვათა შორის სუსი რომ შემოვიდეს ჩემთან და მითხრას ორჯერ გაიაფე. შეიძლება სამჯერად შევამცირო, ხო? ბიზნესის პრაგმატულია ხა. ვის აქვს ორი თაღი ხელისუფლებასთან, თან ამ ხელისუფლებასთან. მაგიტომ მაგის შედეგი ბიზნესისთვის შეიძლება ეს ასე აისახოს, მაგალითად რომ მთავრობასთან დამეგობრებული ბიზნესები გაჩნდნენ, რომლებიც შეამცირებენ ფასებს, იმის იმედზე რომ მთავრობა სხვებს ჩააჩოჩებს, ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული პრობლემა და რა ვიცი ახლა რა ამოცანებია ამოძრავებს ხელისუფლებას რომ ასეთი კომისიები შექმნას, მე ჩემთვის წარმოუდგენელია. სახეზეა საკითხები, რომლებიც ვიცით რომ არსებობს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც საკონსტიტუციო კანონია, რომელშიც წერია რომ ჩვენ არ შეიძლება გადასახადი გავზარდოთ ან ახალი გადასახადი შემოვიღოთ თუ არა რეფერენდუმის გზით. და ჩვენ შევესწარით იმას რომ მაგალითად ამ მთავრობამ გაზარდა ბანკებისთვის 5% მოგების გადასახადი. ახლა პრობლემებს თუ ეძებენ, აგერ ვეუბნები პირდაპირ პრობლემას რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. ან არასწორი უბრალოდ ის კი არა რომ ამითი ჩვენ საბანკო სფეროს მომსახურება გავაძვირეთ და რაღაცები. არამედ ცხადია გაძვირდა 5% მოემატა ხარჯი მომხმარებელს, ხო? ეს ციდან ხო არ ცვია ეს 5%. მაგრამ მეორე არის რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი, რომელშიც წერია რომ ეს არ შეიძლება რომ გაკეთდეს. ამიტომ არსებობს საკითხები, რომელიც თქვათ
ზედაპირზე დევს, არაფერი ნახოთ ბევრი რა შესწავლა არ დასკვნას დადებს საპარლამენტო კომისია სუსი და საბოლოოდ ხელისუფლება დღეს ირაკლი კობახიძემ მენიშნა სხვათა შორის ახსენა რომ ფასების შემცირება თურმე რთული საკითხია გამომდინარე იქიდან რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესო. წერტილი რას დაუსვათ ამჯერად ამ ქვეყანაში. მე ბოლოჯერ შევხვდით გითხარით რომ არაპრაგმატულ მოქმედებას უნდა შევერшოთ, იმიტომ რომ მე აი წინასწარ წეანაც ვთქვი რომ 90-იან წლებიდან ამისი დარაჯივით რა ხდება ამ მაშინ და ყოველთვის ამ ჭუაზე ვიყავით შევარდნაძესთანაც ვიმუშავია გამსახურდიასთანაც და სააკაშვილთანაც და ამათ რო ეთქვათ თავის დროზე რომ რაღაცა მოგვეხმარეთ თუ არასდროს უარს არ ვიტყოდი პრაგმატული უნდა იყოს ეს პოლიტიკა, იმიტომ ჩვენ არ ცხოვრობთ კაკლის ნაჭუჭში, ჩვენ ცხოვრობთ გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის არის შემჩნეული ყველა მაგალითად ამასთან დაკავშირებით გეტყვით დავასრულებ რომ სულ რაღაც 5-6 წლის წინ ვამბობდი რომ სომხები და აზერბაიჯანელები და სომხები და თურქები ერთხელაც ორიგდებიან და სომხეთი თავისი ლობისტური ძალაუფლებით power როგორც ქვია ხო ინგლისურად შეეცდებიან რომ გადაითრიონ ჩვენი ფუნქცია ეს არის რეგიონული ჰაბის და რეგიონული ცენტრის ფუნქცია. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, მაგრამ ჩვენი დრო იწურება. სხვა დროს გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს პასუხობდა ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ეკონომისტი გია ჯანდიერი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.